მოგესალმებით, მე ვარ თემურ შალოშვილი, გეოგრაფი ლივინგის ხარისხის კონტროლის და მართვის ხელმძღვანელი. დღეს გაგაცნობთ ჩვენს 5 პროექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის საკენი: დასრულდა მონოლითური კარკასის მშენებლობა 30 სართულზე, რაც მთლიანი შენობის 70%-ზე მეტია. აქედან 18 სართული საცხოვრებელია. ამჟამად ფასადზე მიმდინარეობს გერმანული კომპანია შუკოს ალუმინის საფასადე სისტემების და ასევე გერმანული კომპანია ინბეკას ტერაკოტას ვენტილირებადი ფასადის მონტაჟი. რაც შეეხება კომერციულ, საოფისე და საპარკინგო სივრცეებს, მიმდინარეობს შიდა საინჟინრო დაგრძელვა. ასევე დაწყებულია შვეიცარიული კომპანია შინდლერის ლიფტების მონტაჟი. ამავდროულად 5 საცხოვრებელ სართულზე დასრულდა ბლოკის წყობის სამუშაოები და მიმდინარეობს ბინების ელექტროდაგრძელვა. პროექტი მატიანი. ამ დროისთვის დასრულებულია ძირითადი შენობის 14 სართულის კარკასი, რაც მთლიანი კარკასის 40%-ია. აქედან დასრულებულია 5 საცხოვრებელი სახლი და მიმდინარეობს მე-6 საცხოვრებელი სართულის გადახურვის მოწყობის სამუშაოები. პროექტი შანტანი. B-ბლოკის ნაწილში დასრულებულია მიწისქვეშა სართულის მონოლითური კედლების დაბეტონება. ასევე დასრულდა პერიმეტრის კედლების ჰიდროიზოლაცია. A-ბლოკში დასრულებულია ხიმინჯების მოწყობა და მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა და გატანა. პროექტი ჰისნი. დასრულდა საძირკვლის ხიმინჯების მოწყობა და ქვაბულის გრუნტის მოჭრა და გატანა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკვლის ფილის მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტი ბარე. მოეწყო სამშენებლო ღობე, გადატანილია კომუნიკაციები და დამონტაჟდა დროებითი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია ქვაბულის პერიმეტრის გამაგრების, გრუნტის მოჭრისა და გატანის სამუშაოები. ამასთანავე დასრულებულია საძირკვლის ფილის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები და მოეწყო საძირკვლის ფილა. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მონოლითური კედლების და სვეტების არმირება. რაც მთავარია, ჩვენს ყველა პროექტზე მშენებლობა მიმდინარეობს მაღალი ხარისხითა და სრული გამჭვირვალობით. გეოგრაფი ლივინგის გუნდი მომავალშიც გააგრძელებს მშენებლობის მოედანზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობას.